სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაით. დღეს იცით თქვენ რომ ღვთისმშობლის შობის დღეა. ღვთისმშობლის დაბადების დღეა. უფრო რაღაცნაირად თბილად მოვიდეს ჩვენთან ეს დღე. დღესასწაული აქედან გამომდინარე და ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით რომ ყოველ დღესასწაულს ეკლესია აღნიშნავს, ვითი აღნიშნავს სრულ სკოლისა ღვთისმსახურებით წირვით. აღნიშნავს მოვდივართ მახსენებთ ერთმანეთს ულოცავთ, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში ამ შემთხვევაში დღესასწაულთან დაკავშირებით არის ერთი მაგრამ. თუ ჩვენ მხოლოდ ვიხსენებთ იმას, რაც ისტორიულად მოხდა, ეს თავისთავად ცუდისულაც არ არის. ჩვენ ბევრ ამას ვიხსენებთ, მაგალითად, ვთქვათ, ისტორიაში რამდენი ხდება, ხო? თუ ჩვენ ამას მხოლოდ ვიხსენებთ და ამ გახსენებას, ვთქვათ, მეტი არაფერი როლი არ აქვს ჩვენზე გარდა იმისა, რომ ისტორიულ წარსულში რა მოხდა, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის სარგებლობის დროთანი ვერ იქნება. ყოველი დღესასწაული ეკლესიის მიერ არის იმისთვის, რომ მე დღეს 21 საუკუნეში სარგებელი ვნა. როცა თითოეული ჩვენთაგანის დაბადების დღეა, ხო? ჩვენ დავიბადეთ გარკვეული წლების იქით, მაგრამ მე დღეს ცოცხალი ვარ და იმ დაბადების დღეს, იმ დაბადებას, რომელიც ოდესღაც მოხდა, თქვა, და ჩემ შემთხვევაში რამდენიმე ათეული წლის იქით, რეალიზება დღეს აქვს ჩემს სიცოცხლეში, დღევანდელ მოქმედებაში, დღევანდელ აზროვნებაში. ღვთისმშობელი განსაკუთრებული არსებაა სამყაროში. არათუ ყველაზე დიდი ადამიანია, შეიძლება ასე ითქვას, ღმერთს რაც კი შეუქმნია, ყველაზე დიდი. ღმერთმა სამყარო შექმნა, ამ სამყაროში არის ნაწილში არის სიცოცხლე, ნაწილში არ არის სიცოცხლე, ხო? ის რაშიც არ არის სიცოცხლე, ის თავისთავად მშვენიერია, კოსმოსი როგორ მშვენიერია, ხო, ეს ბაზე ვარ, ჩამოვალი მზე როგორ მშვენიერი. მაგრამ არის ის რაც ქმნილების ნაწილი არის ცოცხალი და მათში ყველაზე დიდი ამ ეტაპზე არა პოტენციაში სხვა რამეს ნიშნავს, არამედ ამ ეტაპზე ყველაზე დიდნი არიან ის ანგელოზები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან, ქერუბიმები და სერაფიმები და ჩვენ ვიცით ქრისტიანული სწავლება როგორია, რომ ღვთისმშობელი მათზე დიადი და აღმატებული. ანუ ის რაც ღმერთმა ადამიანის შესახებ ჩაიფიქრა, ანუ რა ჩაიფიქრა, რომ ადამიანი არის ქმნილების გვირგვინი. ამ ქმნილებაში შედის ანგელოზები, ყველაფრის გვირგვინი, ყველაფრის. და თვით ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო და რა ანგელოზები. ის რა ღმერთმა თითოეული ჩვენთაგანისათვის ჩაიფიქრა, ის რაც თითოეული ჩვენთაგანის პოტენციაშია. თითოეული თქვენთაგანის პოტენციაშია, ის სრულად რეალიზდა ღვთისმშობელში. თითოეული ჩვენთაგანის პოტენციაში, თითოეული თქვენთაგანის პოტენციაში რომ ეს არის, ჩანს უფლის სიტყვებიდან. როცა უფალი თავისი ადამიანური ბუნებით ამაღლდა რა ზეცად დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა და უფლის სიტყვებიდან გამომდინარე, რომ იგი როცა იგი ამბობს, სადაც მე ვარ, მნებავს ღვთის ყოვლად შეუვალი უმტკიცესი ნება. მნებავს, როდესაც მე ვარ თქვენც იქ იყოთ და წმინდა მამებიც ესე გვასწავლია, რომ სადაც ჩვენი მარადიული სამყოფელი სად არის, სადაც ღმერთია, განკაცებული. ანუ ქრისტესთან ერთად, ანუ ყოვლადწმინდა სამების სიახში. აი ეს უდიდესი საიდუმლოება, ადამიანი რომ ღმერთთან ერთად უნდა იყოს და გახდეს მადლით ღმერთი, ეს ყველაფერი რეალიზებულია ღვთისმშობელში. და ბუნებრივია, როდესაც მისი ხსენების დღე არის ხოლმე, უამრავი დღესასწაულია ღვთისმშობელთან დაკავშირებით. დღეს მისი შობის დღეა, დაბადების დღე. ჩვენ ყოველთვის კითხვას უნდა ვსვავდეთ, რომ რადგან ღვთისმშობელში სრულად რეალიზდა ის, რაც ჩემში ძდევს. და რადგან ეკლესია მე ღვთისმშობელს მიჩვენებს როგორც ყველაზე უმაღლეს ქმნილებას და მახსენებს მის შესახებ, როცა დღესასწაულებია, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა დავსვა კითხვა, რომ მე რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩემშიც რეალიზდეს ის ღვთის ხატობა და მსგავსობა, რომელიც ღმერთმა ღვთისმშობელში და ჩემში ერთნაირად ჩადო. ჩვენში ერთნაირად ჩადო, ღვთისმშობელში და ჩემში. რა უნდა გავაკეთო? საერთოდ ყოველ დღესასწაულზე ეს კითხვა უნდა დაისვას. გასაგებია, რომელიმე წმინდანი დღესასწაულია, რომელიმე დღე არის განსაკუთრებული. კითხვა უნდა დავსვათ, კი, მაგრამ მე რა გავაკეთო? მე რა გავაკეთო იმისათვის,
რომ მეც ამ მდგომარეობაში მოვიდი. ჩვენ ძალიან ხშირად ვიხიბლებით ხოლმე, თქვათ, სასწაულებით წმინდანები, რომლებსაც აკას უпроსოდ ღმერთი როცა აღასრულებდა წმინდანების ხელით. წინასწარმეტყველებები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის თუ აქცენტი ამაზე კეთდება, ეს არის შეცდომა. აქცენტი ეს ფაქტობრივად არსებობს წმინდანობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, მაგრამ წმინდანობის მთავარი მაჩვენებელი სასწაული სულაც არ არის. წმინდანობის უმთავრესი მაჩვენებელი არის ის, რომ ჩემნაირი ადამიანი არის დღეს ღმერთთან. და მე უნდა დავსვა კითხვა, რა გავაკეთო მე, რომ მეც მასავით ვიყო ღმერთთან. მობაძავ ჩემ და იქმენი თვითანსამე ქრისტესა პავლე მოციქული ამბობს. სწორედ ღვთისმშობელთან დაკავშირებით ზუსტად იგივე კითხვები უნდა დავსვა. და რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ აისმება ეს კითხვები და ხელმოსაკიდი ყოველთვის მექნება. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, წმინდა წერილი. წმინდა წერილი. აი დღეს მაგალითად საოცარი რამ ამოვიკითხეთ წმინდა წერილში. როცა უფალი ქადაგებს, ერთ-ერთი დედაკაცი ხმას იღებს და უნება, ნეტარია ის მუცელი, რომელმაც შენ გიტვირთა და ნეტარია ის ძუძუნი, რომელთა შენ სწოვდი. ანუ პრინციპში უფლის დედას ადინებს, ხო? უფლის პასუხი უცნაურად არ გეჩვენებათ. არა, არამედ რა უცნაური, არა, არამედ ნეტარია ის და აგზელებს, ვინც ღვთის სიტყვას მოისმენს და დაიმართავს. ანუ წინა მამები რო გამარტავენ და ღვთისმეტყველები გამარტავენ, ამბობენ რომ თითქოს ამ სიტყვებით თითქოს ღვთისმშობელი მცირდება. ნეტარიაო დედა შენი, რომელმაც ეს გაჩინდა, გაგზარდა. ხოლე ამბობს არა, ნეტარია ის ვინც ღვთის სიტყვას დაიმართავს და მოისმენს. მსგავსი რაღაცა სხვაგანაც არის, დედაო და შენი ძმები მოვიდენო და ვინ არის დედაი ჩემი და აი და ძმანი ჩემნი, თითქოს არც მიხედავს. არამედ ვინც ღვთის სიტყვას აღასრულებს და ასე შემდეგ. ანუ მოწაფეებზე მიანიშნებს. ეს რას ნიშნავს? თავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ამცირებს ამითი? არა, ამას ულაც არ ნიშნავს. უბრალოდ საქმე რაშია, რომ ღვთისმშობელი არის ერთგვარი მოცემულობა, სტატუსი, თანამდებობა გნებავს. წარმოიდგინე, ამაზე დიდი არაფერი არ არის სამყაროში. განკაცებული ღმერთის დედაა ხორციელად. ვინც მან შვა პიროვნულად ადამიანი არ ყოფილა, ვინც მან შვა პიროვნულად ის ღმერთია, რომელსაც ადამიანური ბუნება აქვს სრულად, ხორცი და სული. ამაზე დიდი რა უნდა იყოს. ჩვენ პატარა მადლით სიხარული მოვახოლმე და აღარ ვიცით რა პატარა ნიჭიერებას დავინახავთ ჩვენში, რომელიც ღმერთმა მოვსა. და აღარ ვიცით როგორ დავიოკვოთ ჩვენი პატიმოყარეობა და სიამაყე და ასე შემდეგ. როცა პატარა წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც დადიოდა დედამიწაზე, უფალი უკვე ამაღლებული იყო და მარჯვენა ჯვდომი მამისა, ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ის ვინც მან შვა, არის პიროვნულად ღმერთი და თავის ადამიანური ბუნებით, რომელიც მან შვა, არის მარჯვენა ღვთისა და მამისა, ყოვლადწმინდა სამების წიაღში. და თვითონ ჯერ კიდევ მიწაზე დადიოდა. წარმოგიდგენიათ, რამხელა რამეა ეს. უფალი გვასწავლის დღევანდელი ამ საკითხავით, რომ ეს მოცემულობა არის შედეგი სხვა რამის. შედეგია. და ის შედეგი და მიზეზი, რომ ღვთისმშობელს ამ ხელას იდეადი აქვს. რა თქმა უნდა, ღვთის მადლი, იმიტომ რომ ერთერთი ადამიანი ვერაფერს ვერ მიაღწევს სულიერ ცხოვრებაში თუ ღვთის მადლი არ არის. მასთან უფალი პირდაპირ ამბობს, ჩემს გარეშე არანაირი სიკეთის გაკეთება არ ძალო. რა თქმა უნდა, შეგიძლია გლახაკს ფული მისცე და შეგიძლია რაღაც სტუმარ საჭმელი მოუმზადო. ამ სიკეთეზე არ არის საუბარი. არც რო ის შვილები გვიყვარს და ასე შემდეგ. სხვა სიკეთეზეა, იმ სიკეთეზე, რაც ჩვენ დაგვევალა ღვთისაგან, გავხდეთ ვითარცა ღმერთნი. აი ამ სიკეთეზეა საუბარი, ანუ სათნოების მოპოვებაზეა, მადლის მოხოჭაზეა საუბარი და უფალი ამბობს, ჩემს გარეშე არანაირი სიკეთის გაკეთება არ შეგიძლია. რა თქმა უნდა, ღმერთის გარეშე ღვთისმშობელი ვერ იქნებოდა ღვთის. საერთოდ ღმერთის გარეშე ჩვენი გულის არ იზგერებოდა. არც დავიბადებოდი, მზე არ ამოვა და ასე შემდეგ. ღმერთის გარეშე ატომის გარშემო ელექტრონი არ იტრიალებს, არაფერი არ იქნება ამ ღმერთის გარეშე. ყველაფერი ღვთის მადლით და განგებით ხდება, მაგრამ აი ატომი არსებობს, მზე ჩადის და ამოდის. ჩიტი დაფრინავს მხოლოდ ღვთისნებით და სხვა არაფერი. ადამიანი არის არსება, რომელიც მხოლოდ ღვთისნებით არ მოქმედებს. ადამიანი არის არსება, რომელიც თავის ნებას ავლენს და სინერგიული პრინციპი რომ არსებობს, ღვთისნებას უთანხმებს თავის ნებას და ესე იგი ადამიანური ნება არის აუცილებელი. ამიტომ ღვთისმშობელი რომ არის ღვთისმშობელი რომ არის დიადი, ყველა ქმილებაზე აღმატებული,
ეს მარტო ღვთისნება არ არის. იმიტომ რომ ღვთისმშობელი ადამიანია, იქ მონაწილეობს ადამიანური ნება და ჩვენთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. და უფალი ამბობს, აი ამ სახარებაში, რაც მე ხალხს გითხარი. ნეტარი ის კი არ არის, აი ვინც შენი დედაა, ის არის ნეტარიო და არა უფალი ამბობს. ნეტარია ის, ვინც ღვთის სიტყვას მოისმენს და დაიმარხავს. და ღვთისმშობელმა რა თქმა უნდა ყველაზე მეტად დაიმარხა, მან ისე მოისმინა და ისე დაიმარხა ღვთის სიტყვა, რომ თავად ღმერთი განხორციელდა მის აი ყველაზე უზარმაზ დიდ საზომს ღვთისმშობელმა მიაღწია სწორედ ღვთის სიტყვის მოსმენასა და დამარხვაში. ანუ ის სიტყვები რომ არის იყავ ნებაშენი, აი ამ სიტყვების განხორციელება ყველაზე ძლიერად ღვთისმშობელში მოხდა და უფალი სწორედ ამას მიგვანიშნებს, რომ დიდია ის, ვინც ღვთის ნების დამტევია თავის თავში. როგორ უნდა მოხდეს? აი დღეს საინტერესო იყო ამასთან მე კვირასაც გითხარით პავლე მოციქულის ეს საოცარი სიტყვები, რომ იყო თქვენ შორის ის ზრახვა უნდა იყოს, რაც იესო ქრისტეშია, რაც იესო ქრისტეს მიერ. ანუ ჩვენი აზროვნება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ქრისტეს აზროვნება. ანუ ჩვენ და ქრისტე განუყოფელი უნდა ვიყოთ. ცოცხალი მე კი აღარა ვარ, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, პავლე მოციქული ამბობს. ანუ ჩემში რეალურად უნდა არსებობდეს ღმერთი თავისი მადლით და მე რეალურად უნდა ვიყო ქრისტეს შემოსილი. ანუ ღვთის სიტყვის მოსმენა და დამარხვა ნიშნავს, რომ ჩემში დომინირებს ღვთისნება და ჩემი ნება თავისუფალი გადაწყვეტილებით ეთანხმება მას, ამიტომ მე ვხვდები ღმერთ შემოსილი არსება და ჩემი პიროვნება რეალიზდება არა იმით, ჩემ კუჭს რა უნდა და ჩემს არაწმინდებით სავსე გულს რა უნდა და ასე შემდეგ, არამედ ჩემი პიროვნება უნიკალური აბსოლუტურად რეალიზდება ღმერთთან ერთად, ღმერთის მადლით. ანუ აი პავლე მოციქული ამბობს ერთ რამეს, როცა მე ვლოცულობ, სული წმინდა ლოცულობ ჩემში. აბა პავლე სადღა? პავლე და სული, ანუ პავლე და მადლი ერთად აკეთებენ პავლეს გადარჩენის საქმეს. ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი და ღმერთი ერთად უნდა ვაკეთებდეთ ჩვენს გადარჩენის საქმეს. აი ამას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმარხავთ ღვთის სიტყვას და იწყება ჩვენი ზრდა იმ უსასრულო კიბეზე, რომელიც ყოვლადწმინდა სამების საყდრამდე არის. და აი დღეს ასევე სახარებაში ნაჩვენებია ეს გზა, როგორ უნდა გაკეთდეს. და გახსოვთ მართასა და მარიამის, ლაზარეს დები არიან. და როგორ მიიპატიჟებენ უფალს და როგორ ზრუნავს უფალზე მართა და მის მოწაფეებზე. სტუმართ მოყვარეობის თვალსაზრისით და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მართას ეს ღვაწლი და თუ ეს სახარება არ გახსოვთ, აი სახში რომ მიხვალთ კალენდრის მიხედვით, აიკითხეთ, ეს არის საოცარი სახარება, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. მართა ამ შემთხვევაში გამოხატავს ადამიანის იმ რელიგიურ და სულიერ ცხოვრებას, რომელიც გარეგან მსახურებაზე არის დამოკიდებული და გარეგან მსახურებაში ვლინდება. გარეგან სიკეთეებში ვლინდება. გარეგან რელიგიურ სიკეთეში ვლინდება. ჩვენ გარეგან ღვთისმსახურებაში, გარეგან ლოცვაში ვლინდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოყვასისადმი ერთგულებაში ვლინდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ადამიანი იფიქრებს, რომ მან თავის მაქსიმუმს აკეთებს, როცა ის გარეგნულად ქრისტეს ერთგულია, ის ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მართლმადიდებლობა არის უნიკალური. უპირველეს ყოვლისა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა გვასწავლის, რომ ჩვენ უმაღლესი მდგომარეობა სულიერ ცხოვრებაში სულაც არ არის, რომ ჩვენ გარეგნული ცხოვრების წესით ვერდგულებდეთ უფალს. ეს არის ერთ-ერთი საფეხური, მაგრამ თუ ამ საფეხურზე გაჩერდა, შეიძლება ჩვენი ცხონებაც კი სათუო იყოს, თუ ჩვენ პერსპექტივაში ვერ ვხედავთ უმაღლეს საფეხურს, რომელიც მარიამის მდგომარეობაში ჩანს. ნახეთ, მარიამი არაფერს აკეთებს თითქოს. შეიძლება თავიდან რაღაცას აკეთებდა, ეს არ ჩანს. არაფერს აკეთებს, უფლის ფერხთი ზის და მისი გული ღვთის სიტყვას არის მიწებებული, შეიძლება ასე ითქვას. მარიამი მჭრეტელობას მიცემულია. მარიამი გონიერი ლოცვის მდგომარეობაში. მარიამ შინაგანი ცხოვრება აქვს რელიგიური, რომელიც ნიშნავს ქრისტესთან პიროვნულ ურთიერთობას. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანი უბრალოდ კი არ ვბაძავთ ღმერთს, არამედ ღმერთს ჩვენში უშვებთ და ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას, როგორც ღმერთი ცხოვრობს. ჩვენ ვზრახავთ ისევე, როგორც პავლე მოციქულმა დღეს გითხრა, როგორც ქრისტე ზრახავს. და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უფალი იქვე ხას უსვამს. ეს მდგომარეობა, რაც აქვს მარიამს.
მისგან არასოდეს არ იქნება წართმეული, იგულისხმება მარადიული ცხოვრება, ანუ ჭორეტელობას, ანუ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას, რომელიც გონიერი ლოცვით, ისიხასტური პრაქტიკით და გონიერი ლოცვით ისწავლება, ალტერნატივა არ აქვს სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მხოლოდ მას აქვს მარადიული ღირებულება. გარეგან სიკეთეს მარადიული ღირებულება შეიძლება არ ქონდეს, თუ პერსპექტივაში მე არ ვიყურები ამ გარეგანი მსახურების იქ. რას ნიშნავს ეს? ესე იგი, ვისაც შინაგანი ცხოვრებას გონიერ ლოცვას ვერ მიაღწია, ყველა დაიღუპა? არა, ამას არ ნიშნავს. მე სხვა რამეს ვამბობ. ამას კი არ ნიშნავს, მაგრამ თუ ადამიანი კმაყოფილია თავისი გარეგანი მსახურებით, ისე რომ შინაგანი მსახურება არც აინტერესებს, აი ეს არის დამღუპელი. თორე ჩვენ შეიძლება ყველანი ვიცავთ გარეგანის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მთავარი, ჩვენ იმის იქით უნდა ვიყურებოდეთ. ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას უნდა ვესწრაფოდეთ და თუ ჩვენ ისე მოგვისწრებს გარდაცვალება, რომ ამას რეალიზებას ვერ მოხდება ამის რეალიზება, ეს ჩვენთვის დამღუპელი მაინც არ იქნება, იმიტომ რომ გარდაცვალების მერე გაგრძელდება. მაგრამ თუ მე აქვე დავამთავრე, აქვე დავყურე და ვთქვი, რომ ეს გარეგანი მსახურება, ეს არის საკმარისი პირობა და მაქსიმუმი ქრისტიანობისა, ეს არის დამღუპელი და აი აქ წმინდა წერილში ესეც ჩანს. მართა, რომელიც ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფეა ქრისტეს, ნახეთ როგორ ეშლება. ნუ გიკვირთ, რომ ეშლება. მოციქულე პეტრეს შეეშალა და თქვათ იაკობ მოციქულს შეეშლია და ასე შემდეგ. წმინდა წერილში ბევრგან არის. როცა ადამიანური სისუსტე გძლევს ხოლმე და აი ნახეთ მართას როგორ ეშლება. მართა მივა უფალთან და ეუბნება, რომ ისო რა ქვია, შენ არ იხწვი იმისათვის, რომ ჩემმა და მარტო დამტოვავ და რამე, ანუ უფალსაც კი საყვედურს ეუბნება. მართა გაღიზიანდა მარიამის სწორი მდგომარეობით. ესე იგი, თუ ადამიანს ხედვა სწორი არ აქვს სულიერ ცხოვრებაში და მისთვის თვითკმარია გარეგანი ქრისტიანული ცხოვრება, გარეგანი ეკლესიურობა, ხო? ის არათუ ცხოვრების გზაზე არ დგას, მას აღიზიანებს ყველა ის ადამიანი, ვინც ცხოვრების გზაზე დგება. და ჩვენ რო გადავხედოთ ეკლესიის ისტორიას, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი წმინდა მამა. იგივე აი ვთქვათ მაქსიმე აღსარებელი, იოანე ოქროპირი, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, მე-20 საუკუნის იოსებ ისიხასტი, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებს ეკლესიიდან დევნიან ხოლმე. იოანე კონსტანტელი ეკლესიიდან დევნიან ხოლმე, იმიტომ რომ სწორედ აი იმ მდგომარეობის გამო, რასაც აი ეს ჭრეტელობა ქვია, ისიხასტური მდგომარეობა გამო, გარეგანი ადამიანები ამას ვერ ეგუებიან. ამიტომ ჩვენ ეს სასჭიროება ჩვენს გვემუქრება. რავითარ შემთხვევაში არ უნდა დავამთავროთ ქრისტიანობა ჩვენს ცნობიერებაში გარეგანი მსახურებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა ნამდვილი იწყება იქ, სადაც არის ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა და ამის საოცარ უბადლო მაგალითს გვაძლევს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ამიტომაც მამები ამბობენ ხოლმე, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო პირველი ისიხასტე, ანუ ის ადამიანი, რომელსაც ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, შინაგანი პიროვნული ურთიერთობა აქვს და თვითონ გვაძლევს ამის მაგალითს და თვითონ არის ამ ყოველივეს მასწავლებელი. ოღონდ რა თქმა უნდა, ამას ძალიან ჩაკურება, ღრმად გააზრება უნდა, რომ ჩვენ დავინახოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში მასწავლებელი ჭეშმარიტი ლოცვისა, ანუ ჭეშმარიტი პიროვნული ღრმა ურთიერთობის შესაძლებლობისა ღმერთთან. აი ეს არის, აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღევანდელ დღეს აი ეს განწყობა გვექნება, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, ღვთისმშობელი რატომ არის დიდი, იმიტომ რომ მან ყველაზე მეტად ადამიანთა შორის მოახერხა პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან. რა თქმა უნდა, ამას თავის აუცილებელი წინაპირობა აქვს, ეს არის სიმდაბლე, რომლის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა კიდევ ერთი კითხვის ნიშანია, კითხვა უნდა დავსვათ, რა არის სიმდაბლე? სიმდაბლე შეიძლება იყოს ადამიანური და ახლა ლაპარაკი არ არის ადამიანური სიმდაბლეზე. ლაპარაკი ღვთაებრივ სიმდაბლეზე, ქრისტეს მიერ სიმდაბლეზე, ეს ცალკე თემაა კიდე. მაგრამ ჩვენთვის სამაგალითო ღვთისმშობელი აი ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს და მაშინ თუ ესე გავიაზრებთ ღვთისმშობლის დღესასწაულს, ამით რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ ჩვენ გავახარებთ ჩვენს ყოვლადწმინდა დედას, იმიტომ რომ მას ყველაზე მეტად უხარის, როცა ჩვენ ვართ ერთგულნი მისი ჯვარცმული ძისა და მხოლოდ შინაგანი მდგომარეობით, როცა შინაგანად ქრისტესთან ურთიერთობას ეძებ, ამით ერთგულებ შენ ქრისტეს, ამით მიყვები მას ბოლომდე, ადიხარ გოლგოთამდე იოანე მოციქულივით და მხოლოდ ამ შემთხვევაში გენიჭება შენ, ესე ვთქვათ,
ღვთისმშობლის შვილობის სტატუსი, იმიტომ რომ მხოლოდ მოციქულთა მხოლოდ იოანე გახდა ღირსი იმისა, რომ უფალს ეთქვა, რომ ღვთისმშობელზე რომ ის შენი დედაა და იოანეს ღვთისმშობლის სტატუსი ეთქვა, რომ იოანე შენი შვილია. იმიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ იოანემ ბოლომდე უერთგულა. ხოლო ის გოლგოთა, რომელზეც საუბარია წმინდა წერილში, ობიექტურად რომელიც არსებობდა, თითოეული ჩვენთაგანის გულზეა აღმართული, გულში აღმართული სამწუხაროდ და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გოლგოთა 60-ად გადავაქციოთ. ოღონდ მანამდე უნდა უერთგულოთ ბოლომდე ქრისტესთან ერთად ჯვარს ვაცვათ ჩვენი ბუნება, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენსავე გოლგოთაზე, რომ ეს გოლგოთა ღვთისმსაყდრად და ყოვლადწმინდა სამების საუფლოდ გადაიქცეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეციოს ამ დიდ საქმეში და ჩვენი პირადი უფლისადმი ერთგულებით მიულოცოთ მას დაბადების დღეს. ამინ. მადლიერისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.